მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება ისევ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას. თქვენ შეატყობდით, რომ უკვე მესამე კვირა, მე მგონი მესამე კვირა რას ვუთმობ ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან ვრცელია სხვა თემებისგან განსხვავებით და ანუ ეს საკითხი არის ხიდი ერთგვარი რა, თუ ამას კარგად გავიგებთ, მაშინ უკვე ძალიან კარგ ლეველზე გავალთ ზოგადად ენის ცოდნასთან დაკავშირებით რა, ენას უფრო კარგად დავეუფლებით. ეს ნებისმიერ ენას, იმიტომ რომ ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება ახასიათებს თითქმის ყველა პროგრამირების ენას. ჩვენ აქამდე ხო გქონდა გავლილი თუნდაც ეს ცვლადები, რაღაცა for loop-ები, while loop-ები, if statement-ები ხო? მეთოდები, მასივები, ესენი ყველაფერი და ეს ყველაფერი ქონდა თითქმის ყველა პროგრამების ენას და ეს ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამებაც ახასიათებს ყველა პროგრამირების ენას. JavaScript, C++, Java-საც, ყველას რა. ასე რომ ანუ რაღაც კუთხით არ არის ეს თემები მაინც და მაინც C#-ისთვის განკუთვნილი. არის ზოგადად და ნუ C#-შიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მოკეთ ჩამოვყალიბოთ ჩვენ წინა ლექციებში განვიხილეთ ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებასთან დაკავშირებით, ნუ პირველი კლასის და ობიექტის შექმნა. ამავდროულად ნუ ჩვენ რამდენ კლასსაც გვინდა იმდე შევქმნით, რამდენ ობიექტსაც გვინდა იმდე შევქმნით. ამაზე პრობლემა არ არის. ჩვენ ასევე ვახსენეთ properties თემა, რომ შეგვიძლია getter-ის, setter-ის საშუალებით დავმალოთ რაღაც კონკრეტული field-ი, რაღაც კონკრეტული ცვლადი და მხოლოდ ანუ property-ის საშუალებით ვიმუშავო ის ცვლადი მქონდეს პრივატულად და property მქონდეს public-ად და ნუ get-ის და set-ის საშუალებით მე მივაღწიო იმ შედეგს, რაც მე მსურს. თუმცა ისიც ვთქვი, რომ თუ კი ძალიან ისეთი ვალიდაცია არ არის და მარტო შეზღუდვა მინდა setter-ის, შემიძლია უბრალოდ private set-ი გამოვიყენო properties-ზე და ამ შემთხვევაში ის ცვლადი უკვე არ მჭირდება field-ი. მაგასაც გავვლით ახლა პრაქტიკაში ნენელა. და დღეს მინდა რომ უფრო ღრმად შევეხოთ ისეთ საკითხებს, რომელიც არის inheritance-ი, ეს ჩვენ თქვით მემკვიდრეობითობა, პოლიმორფიზმი, სწორად თუ არა, არ ვიცი. პოლიმორფიზმი, ენკაპსულაცია და აბსტრაქცია. Abstraction. და კიდე static სიტყვასაც static keyword-ს გავვლით მოგეთ. ესე იგი, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება შედგება 4 ძირითადი მახასიათებისგან. ეს არის inheritance-ი, იგივე მემკვიდრეობითობა და ჩვენ წინა კვირას გავიარეთ ეს ავხსენით, რომ მემკვიდრეობითობა არის პროცესი, როდესაც მშობელი კლასი აწვდის მეორე კლასს, ანუ ამ შემთხვევაში შვილობილ კლასს, თავის მახასიათებლებს, თავის ნიშან-თვისებებს. და ჩვენ კარგი მაგალითი გქონდა animal-ის და dog-ის შემთხვევა, როცა animal-ი უბრალოდ ცხოველია, რომელსაც რაღაც გარკვეული მეთოდი აქვს და ეს მეთოდი ასე ვთქვათ, dog-ზე გადმოდის მემკვიდრეობით. ჩვენ შეგვიძლია ეგ მაგალითი გავაკეთოთ უცბად, რომ უცბად გავიხსენოთ რაზე იყო საუბარი. კლასის შექმნათ animal-ის. ანუ animal-ი არის ჩვეულებრივი კლასი, რომელიც არ არის ზოგადი, ანუ რაღაცა ცხოველი. არ ვიცი რა ცხოველია, კონკრეტიკა ხო საჭიროებს, ანუ ვიღაცამ რო გითხრა, მე რო გითხრა რა ცხოველია, ხო უნდა მითხრათ რა ცხოველია. და თუ კი შენ მეტყვი იმ კონკრეტულ ცხოველს, სახელს, ანუ რა სახეობას, ხო? მაშინ იმ კლასს გავაკეთებდი, ხო? animal-ის მაგალითად იმ კლასს გავაკეთებდი. ანუ animal-ი არის რაღაცნაირად მშობელი, რაღაც ზოგადი. animal-ი უბრალოდ რა. და ნუ რავი, გააჩნდეს მაგალითად სახელი ჩვენ animals. ასაკი გააჩნდეს. და ნუ ერთი მეთოდიც გააჩნდეს, ჩვენ წინაზე ვაკეთებდით speak მეთოდს, ხო? და ვამბობდით რომ ეს ჩვენი ცხოველი ლაპარაკობს რა დავუშვათ. ანუ სახელი, ასაკი, speak. და როგორ გადადიოდა ეს
ჩვენი მახასიათებლები მემკვიდრეობით dog-ზე. ეს განვიხილეთ წინას. ეხლა მოდი ჩვენ აქ მეორე კლასით შევქმნათ dog-ი და ვნახოთ როგორ ვიმუშავებთ. მოდი ჯობია რომ ამის სახელი გადავარქვა და დიდი ასოთი იწყებოდეს ჩვენი DS და ამაზეც გადავარქვათ. ესე იგი, ჩვენ როგორ გადმოგვაქვს სხვა კლასში წინა კლასის ნიშან-თვისებები. ჩვენ თქვით რომ აი აქ dog-თან ორი წერტილიც დავწერთ და მივუწერთ იმ კლასს, რომლის თვისებებიც მინდა რომ dog-ზე გადავიდეს. ამ შემთხვევაში animal. ხო? animal გვაქვს, name-ი, ესე. რატომაც ვერ აღიქვა? animal. animal წესით არიგით უნდა აღიქვოდეს. მესადე და იქნება ეხა გააკეთოთ ისეთრე. ვა, არშება. რა პრობლემა გვაქვს? internal class animal. მოდი public დავწეროთ, რომ წვდომადი გქონდეს. public class animal. ეხა ვნახოთ animal-ი. ეხა წარშვება. ვა, ნეტარ პრობლემაა. animal CSS გვაქვს ეს age speak მეთოდი. აი ესე. აბა პროგრამში შევიხედოთ, გვაქვს თუ არა animal-ზე წვდომა. აჰა, აქ გვაქვს. აჰა, ესე იგი რაღაცა dog-ში გვაქვს რაღაცა პრობლემა. internal class dog. ვა, მოწოდე? განდავაგინოთ. შეიძლება ეს სახელი რო გადავარქვი, მაგიტო ხო ვერ აღიქვა. მოდი თუნდაც წავშალოთ, ხელახლა დავწეროთ. რაღაცა შეიძლება მეხსიერების კუთხით, შეიძლება რაღაც პრობლემა ქონდა. აბა ხელახლა დავწეროთ. dog-ი. ესე. ხო, ეხა გაიშვა. ხო, რაღაცა აშკარად სახელთან დაკავშირებით ქონდა პრობლემა პროგრამას, იმიტომ რომ მე რო სახელი გადავარქვი, შეიძლება ვერ აღიქვა. შეიძლება ეგეც ყოფილიყო რა. ხო, ესე იგი dogs მე წერ ორ წერტილს, მერე animals. და ამით ვაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ dogs გადავცე მემკვიდრეობით animal-ის ნიშან-თვისებებს. რა იგულისხმება ნიშან-თვისებებში? ნიშან-თვისებებში იგულისხმება რაც აქვს animals. სახელი, ასაკი და ეს speak მეთოდი. მოდი ჯერ თვითონ main მეთოდში მოდი უბრალოდ animal-ის რაღაცა ნაირსახეობა და რაღაცა ობიექტი შევქმნათ new animal, რომელსაც ჰქონდეს age დავუშვათ 2 წლის იყოს და სახელად ჰქონდეს რა ვიცი webხვი არ ვიცი ესეთი სახელი. ხო, და მოდი გავტესტოთ ხა რა animal 1-ის speak მეთოდი გამოვიძახოთ. ანუ ეს არის ამას არაფერი კავშირი არ აქვს dog-თან, რა თქმა უნდა. უბრალოდ ცალკე დამოუკიდებელი კლასია animal-ი და შემიძლია რა თქმა უნდა მაგის ობიექტის შექმნა. ჩვენ დავინახავთ, რომ აი ჩვეულებრივი webხვია ცხოველად და animal-ის speaking დამიწერა. ჩვეულებრივ არაფერი კავშირი არ აქვს dog-თან, ხო? თუმცა ნახეთ, როცა მე dog-თან მე აქ დავწერე 2 წერტილი და animal-ი, მე ვუთხარი რომ dog-ს აქ ეხა animal-ის ნიშან-თვისებები, ანუ ეხა მე სულ არაფერი არ დავწერო ამ dog-ში. არაფერი რო არ დავწერო. უკვე აქ იგულისხმება, რომ ამ dog-ს გააჩნია სახელი, ასაკი და speak. აი მოდი შევქმნათ dog კლასის ობიექტი. dog 1 უდრის new dog. ეს ხო, ეხა dog 1-თან რომ მივიდე წერტილით. ნახეთ, speak-ის მეთოდიც აქვს, age-იც აქვს, სახელიც აქვს. აჰა, ესე იგი მემკვიდრეობა სწორად მუშაობს და ჩვენი dog-ი იღებს animal-ის ნიშან-თვისებებს. ხო, უბრალოდ ეხა speak-ი რო დავწერო, ეხა აქ speak მეთოდი რო გამოვიძახო. რა თქმა უნდა, დამიწერს animal-ის speaking, ხო? იმიტომ რომ ამ dog-ს თუ აქ მემკვიდრეობით გადმოცემული animal-ის ნიშან-თვისებები, ეს speak მეთოდიც ხო animal-დან მოდის და animal-ში რა წერია, რომ დაპრინტეო animal-ის speaking-ო.
ასე რომ აი ეს მე წარმოვიდგინოთ რომ აი ეს ყველაფერი, აი ესენი, ეხლა მე რო დავაკოპირო და დოკში რო ჩავწერო. იგივეა ამ შემთხვევაში. შენ არსებობთ რა. თუმცა ამდენი რო არ ვწერო და რაღაცები რო არ დავწერო, ამიტომაც ორ წერტილს ვიყენებ animals და so, ამით ვაკეთებ მემკვიდრეობითობას. ეს არის, ანუ ეს უნდა გავითვალისწინოთ inheritance-ის დროს, ანუ მემკვიდრეობითობის დროს. ეხლა მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ხდება კონსტრუქტორთა მიმართებაში, როცა მე მაქვს კონსტრუქტორი. თუ მე ხა აქ ვაკეთებ animal-ის კონსტრუქტორს, დავუშვათ გადმოგვეცემა name და გადმოგვეცემა age-ი. ამ შემთხვევაში name უდრის names, age უდრის age. ანუ ერთი პატარა კონსტრუქტორი გავაკეთე, რომელიც იღებს პარამეტრად names და age-ს და სახელი და ჩვენი სახელი და ასაკი იცვლება, ხო? ეხლა რა ხდება? ეხლა ეს რო გავაკეთე animals-ში. ეს direct error-იც უნდა ავამოიგდოს სადღაც. პროგრამა, როგორც კი რაღაცას ვწერ, უცბად აღიქواس პროგრამა, იმიტომ რომ ეხლა animals-ზე ავამოიგდო error-ი. იმიტომ ავამოიგდო error-ი, რომ როცა მე კონსტრუქტორი დავამატე აქ, პროგრამა მითხრა, რომ აუცილებლად animals აქვს ეს კონსტრუქტორიო და მე მჭირდებაო, რომ გადმომცე ინფორმაციაო, სახელი და ასაკიო. იმიტომ რომ მე ხო აქ ვიღებ, მე ველოდები ეხლა, ანუ მე ვიღებ სახელს და ასაკს და მე names და age-ს ვაკავშირებ, ხო ამათთან. და ეხლა პროგრამაში აქ რო ფრჩხილებში რო არაფერი ამიწერია, მიბრაზდება ეს ჩვენი გარემო. მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა შევიყვანო. ამიტომ აი ამების მაგივრად დავწერ რას, ხო? ამებს წავშლი და ამ ფრჩხილებში დავწერ იმას, რასაც ელოდება. სახელი და ასაკი, ხო? დავუშვათ, რავი, animal 1 ავიღოთ. animal 1 და ეს ამის წლის იყოს. აი ეს ორი ინფორმაცია გადავეცი, ორი ინფორმაცია მიიღო და მე ეს ჩემი სახელი და ასაკი ჩვეულებრივად გამოვიდა. ანუ კონსტრუქტორი, რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ კონსტრუქტორს, იმიტომ რომ გაგვიმარტივდეს, რა თქმა უნდა, წერა და ლოგიკის კუთხითაც ძალიან სწორიც არის, იმიტომ რომ ჩვენ თუ ვიაზრებთ იმას, რომ კონსტრუქტორი არის იგივე მეთოდი, ოღონ იმით განსხვავდება დავუშვათ ამ შემთხვევაში speak მეთოდისგან, რომ ეს კონსტრუქტორი იძახება ავტომატურად, როგორც კი animal-ის ობიექტი იქნება. ასე რომ თუ კი ავტომატურად იძახება, ბარემ გავაყოლებ მე რაღაცა ინფორმაციებს და მე ეს სახელი და ასაკი შეიძლება. ეხლა მე ამ დავალებაში არ ვიყენებ properties. იმიტომ არ ვიყენებ, რომ უბრალოდ x, ანუ არ მინდა ამ თემასთან დავაკავშირო. ბევრი წერა არ მომიწევს, ანუ ჩემი ყურადღება ეხლა ამ შემთხვევაში არის მემკვიდრეობითობასთან და სხვა, ასე ვთქვათ, თვისებებთან, რომელიც მე აქ დავწერე. ასე რომ, მთავარი ეს არის ჯერჯერობით, მაგრამ მე რო კონსტრუქტორი დავწერე აქ, როგორ აისახება ეს კონსტრუქტორი doc class-ში. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ კი animal-ის ყველაფერ ნიშან-თვისებებს იღებს ჩვენი doc class-ი, ესე იგი კონსტრუქტორსაც იღებს, ხო? და doc class-ში ხომ მე რო გადავიდე, უცბად რაღაცა რო დავწერო, არ ვიცი, იმიტომ წერე რაღაცას, რომ უცბად მე რო გადმოვდივარ აქ, doc class-ი არ არის შეჩვეული animal-ის თვისება, ანუ animal-ში რაღაცა რო შევცვალე აქ, უცბად ვერ აღიქვავს რა. World Visual Studio-ს აქ იგით რამე, რომ უცბად ვერ აღიქვავს. და რაღაცა უბრალოდ enter-ის რო დაწერო, უკვე თავიდან აანალიზებს სიტუაციას. და მეუბნება, რომ doc class-თან რაღაცა პრობლემა მაქვს მეო. იმიტომ რომ animals კონსტრუქტორი აქვს. და თუ animal-ის ნიშან-თვისებებს ვიღებო, მაშინ მეც მინდა კონსტრუქტორი რომ მქონდეს. ოღონდ მე რო აქ ორ წერტილს ვწერ და animals და მე თუ წეღან ვხედავდი, რომ ესენი ავტომატურად გადმოდიოდა doc-ში და არაფრის წერა არ მიწევდა, კონსტრუქტორზე სხვანაირად არის. ანუ მე კონსტრუქტორზე უნდა მივანიშნო doc class, რომ აი აგერ animal-დან მოდის ეგ კონსტრუქტორი. ამისთვის ყველაზე მარტივია, რომ უბრალოდ doc-თან მივიდე, show potential fix მივცე და generate constructors დავაჭირო. უბრალოდ მარტივად რომ წერა არ მომიწიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ ნახეთ თან რომ გავშიფროთ კოდი როგორ იწერება. ესე იგი მაქვს კონსტრუქტორი doc-ის, ვიღებს პარამეტრად names და age-ს, იგივენაირად როგორც animal-ში, ოღონ აქ მიწერია ორი წერტილი base name age. ანუ ეს სახელი და ასაკი
აი ეს კონსტრუქტორი, რაც არის, რაც მე აქ მიწერია, აი ეს ამას ვწერ, base-ი აღნიშნავს იმას, რომ მშობელის კონსტრუქტორს ვიყენებ ამ შემთხვევაში. ანუ სახელს და ასაკს რაც ეხება, მაგას მშობელი მიკეთებსო. ანუ name-ი რო name-ი ხდება და age-ი რო age-ი ხდება. ამ შემთხვევაში. ასე რომ, ხო, ანუ base მაშინ ვიყენებ, ხო? Base name age. თუმცა თვითონ მე თუ მინდა რომ docs კიდე რაღაცა დავამატო, მაგალითად docs დავამატოთ რაღაცა თვისება. მოდი ჯერ გავწესდოთ უბრალოდ რომ სწორად მუშაობს. docs-ში რაღაცები დავწეროთ დავუშვათ. JK ერქვა სახელი ჩვენ სახლს და იყოს 1 წლის მაგალითად. და dog წერტილის ფიქს დავწეროთ და dog 1 წერტილი age-იც დავპრინტოთ console write line-ში. იცი? console write line-ში ესეც დავპრინტოთ. და ამავდროულად დავპრინტოთ dog 1 წერტილი სახელი. მოდი ეს დავაკომენტაროთ. იმიტომ რომ არ გვჭირდება ამ შემთხვევაში. რა გამოდის animal speaking 1 JK. ჩვეულებრივად მუშაობს ჩვენი პროგრამა. ანუ dog-მა მიიღო animal-ის ნიშნათვისებები, მიიღო ამავდროულად კონსტრუქტორიც. თუ მაგალითად მინდა რომ რაღაცა დავუმატო dogs, დავუშვათ კონდეს public. აი ძაღლს რა გააჩნია კიდე, აი მისგან განსხვავებით. დავუშვათ რა კონდეს? დავუშვათ რაღაცა სქესი. Okay, ჩვენიერი. Public string gender ალბათ, ხო? მაგრამ ხო, დავწერე ხა მას. String gender. Gender. ზოგადად როგორ არის, იცი? ცოტა რო გავუს რომ მოვლენებს. ესე იგი gender-ი ხო არის male female, ხო, ანუ დედრობითი, მამრობითი სქესის, ხო? თუმცა აი რაღაცა პროგრამირებაში მიღებულია, რომ უბრალოდ მე მომავალში დაგანახებთ თქვენ, რომ ეს ინახება 0-ში და 1-ში რა. ანუ 1 აღნიშნავს მამაკაცს, არა, 1 აღნიშნავს მამაკაცს, ხო და 0 აღნიშნავს ქალს. რაღაცა ეგრე არის რა. ეხლა თქვენ უმეტყვით რატო მაიზამეც კაცი 1-იო და ეს, ანუ უბრალოდ ეგრეა რა. აუაშა ძალიან ჭედავს. ჭედავს? ჭედავს? რატო ჭედავს? წვეტილად იწვის. ოკეი. გაჭედა. ეხლა დაბრუნდა? არა. არა. კაი. აბა ეხლა გამორთო გაზიარება და ხელახლა ჩავრთო? აბა ეხლა როგორ ისმის? ისევ წვეტილად არის? შედარებით უკეთესი. ცოტა გამოსწორდა კი. მოდი რა ვქნათ იცი? აი გავაგრძელებ, ცოტა ნელა ვისაუბრებ. და იმედი მაქვს ეს არის რა, გასაგები იქნება. ყველაფერი. ხო, რისი თქმა მსურდა, იცით? რომ თვითონ gender-ს გამოსახავენ ზოგჯერ რიცხვითობით. ანუ 0 და 1, მაგალითად. შეიძლება გამოსახონ true და false-ში, ზოგჯერ არის ხოლმე true და false. ნუ ეგ მომავალის თემა რა. ჩვენ შეგვიძლია რომ string-ად ჩავწეროთ. ამ შემთხვევაში მე ხომ მინდა რომ კონსტრუქტორით, ასე ვთქვათ, კონსტრუქტორში გავაყოლო ეს ინფორმაცია. ამისთვის წერ აქ string gender, ხო? ანუ ეს gender-ი ეხა animal-თან ხო არ არის დაკავშირებული? საერთოდ არ არის დაკავშირებული, ხო? ეს gender-ი არის დამოუკიდებლად dog-ზე, ხო? და თუ კი დამოუკიდებლად არის dog-ზე, ნუ animal-ი არაფერ შუაში არ არის. ასე რომ, ნახეთ როგორი სიტუაციაა, ეს base-ი name age მიიმართება ამ ორს, ანუ ამბობს ეს, რომ names და age რაც ეხებაო, animal-ის კონსტრუქტორი ჩვეულებრივად აკეთებს. და აი დანარჩენი რაც არის gender-ზე. gender-ზე დავწერთ, რომ აი ეს ჩემი gender-ი უდრის
genders. მიხვდით? ანუ დამატება პარამეტრების მე შემიძლია, რამდენიც გამიხარდება. უბრალოდ, მე შემიძლია ვუთხრა, რომ აი ეს 2 იყოს animal-დან, base-ს როცა ვწერ, უკვე animal-ის კონსტრუქტორს მიემართება და ეს gender-ი მაქვს აქედან რა. ჩვენ უბრალოდ ხელით მიწერია. მარტივად რომ გავტესტოთ, ჯეკა 1 და რა ვიცი. male დავწერთ. და პარემ გავტესტოთ აქ. dog 1 წერტილი gender. თუ ნახავთ, ეხლა მე რომ ესე დავწერო, მაქვს error-ი. იმიტომ რომ ჩვენი dog-ი უკვე ელოდება 2 პარამეტრს. 2-ს კი არა, 3-ს. მე ხა აქ 2 მიწერია და ელოდება 3-ს. იმიტომ რომ მე ხო gender-იც დავუმატე. და ასე რომ male-იც, მესამე ისიც მჭირდება. ლაშა, ესე იგი ეს პარამეტრები რომ აქვთ ეს string-ი, int-ი და boolean და რაც არის, ანუ ყველა აუცილებლად უნდა შეივსოს, ხო? აი null-ი არ შეიძლება რომ იყოს? ანუ აუცილებლად უნდა ხო, ნახე, გააჩნია თვითონ მე შემიძლია აქ null-იც დავწერო. არაფერი დავწერო. და ამ შემთხვევაში იმის ადგილას null-ი ჩაჯდება. უბრალოდ გააჩნია, დავუშვათ string ტიპი nullable არის, ანუ null-საც იღებს, ანუ არაფერსაც იღებს. მერე ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ აი აქ სიტყვაზე კითხვის ნიშნით მივუწეროთ, რომ შეეძლოს null-იც მიიღოს. ასე რომ ძირითად შემთხვევაში ეხა აქ პრაქტიკულ მაგალითებს რაც ვწერ null-ს არ ვეხები, null-ზე ცალკე ის გვექნება, ცალკე ჩართვა. მარტივად რო ვთქვათ და ოპერატორებს ავხსნით, იმისა კითხვის ნიშანს და სხვა იმებს. და ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით? მე შემოწმება null or empty-ზე მეთოდზე და ასე შემდეგ. მაგრამ პრაქტიკისთვის ეხა რასაც ვაკეთებ, მინდა რომ სრულად შევიყვანო რაღაც ინფორმაცია. თორე null-ის მიცემა შემიძლია, error-ი არ არის ამ შემთხვევაში. ვადიში ცოტა გადაგახვევინეთ თემიდან, მაგრამ ხო, ყოფილი ვარ პასუხით, მადლობა. ოკეი, არა. ანუ ნებისმიერ კითხვა შეგიძლიათ დამისვათ. ახლა გავუშვათ animal speaking 1 ჯეკა male. კაი. მშვენიერი. მე მგონი მემკვიდრეობითობა რაღაცა დოზით გავიგეთ. ეხლა მოდი გავარჩიოთ პოლიმორფიზმი. პოლიმორფიზმი არის მეთოდებთან დაკავშირებული, როდესაც მე მსურს ერთი და იგივე მეთოდის დაწერა, ოღონდ სხვადასხვანაირად. ანუ რას გულისხმობ? დავუშვათ მე წინა ლექციის ვახსენე. დავუშვათ animals აქვს რაღაც speak მეთოდი. ეს speak მეთოდი პრინტავს animal speaking. ლაშა, ის უჭედა. ის ტყვეტილად ისმის. კიდე გაჭედა? აუ. რატო ხდება ეგეთი რამე? არა და ინტერნეტი მაქვს ძალიან კარგი სიამდვილეში. ანუ აშკარად სულ მიჭედავს აქ, მაგრამ ინტერნეტი კარგი მაქვს. გასწორდა? ისევ წყვეტილ. აუ, მოიცადე? გამორთო ჩორთო. ხელახლა ჩორთო. აბა როგორ ისმის ახლა? გასწორდა? კი, გასწორდა. და ბარებ ყველაშა. კლასის კლასში თუ შეგვიძლია. აი მაგალითად dog-ში რო კიდე cat-ის მაგალითად კლასი შევქმნათ ან რაღაცა იგივე. ყოველთვის როცა ეგეთ კითხვა არის, ყოველთვის გატესტე რა. აი მაგალითად აქ დავწერ public class animal. animal კი არა, cat ხო? და ფიგურებს დავწეროთ. ჩვეულებრივად შეიძლება. უბრალოდ წესდარიგით ჩვეულებრივად შეიძლება, ოღონდ ეს cat-ი იქნება მარტო dog-ში. ანუ dog-ში შეგეძლება მერე ამ cat-ის ობჯექტის შექმნა. ხვდები?
კი მივხვდი, მაგრამ ითენებ კლასის ფრჩხილებს გარეთ ვიძახი მე. ფრჩხილის გარეთ აქ რო შექმნა? ხო. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება. ნახე, მე რატო ვარჩევ გარეთ შექმნას რა? ესე იგი, ერთი ვარიანტი არის, რომ ცალ-ცალკე, ანუ ერთ ფაილში გქონდეს დაწყობილი ყველა კლასი. მაგალითად, აქ ხომ იწერია ეს. აქ კიდე რაღაცები მეწეროს, ქვემოთ კიდე ეს მეწეროს public class cat და აქ დავიწყო წერა რაღაცების. მერე კიდე სხვა კლასი მქონდეს. კი, შეიძლება ეგრე. მთავარია ფაილში გქონდეს. თუმცა, ანუ ერთ კონკრეტულ ფაილში, ამ შემთხვევაში ამ ფაილს ქვია როგორ? პრაქტიკაში როგორ გამოიყენებ? პრაქტიკაში არის სხვადასხვა ფაილებში, სხვადასხვა კლასებში თან თემაში სხვადასხვა მასში იქნება გარემოში. იმიტომ რომ ბევრად უფრო ორგანიზებულად იყოს. ბევრად უფრო ხედავდეს შენ რა კლასი სად არის. იმიტომ რომ შენ რომ მაგალითად ერთ ფაილში გქონდეს, აი ამაში გქონდეს მრავალი კლასი, შენ რო კლასის პოვნა დაგჭირდეს, ხო უნდა ეძებო ეხა სად არის ეხა ის იმ ფაილს, რომელ ფაილში იქ არის, აქ არის. თან ზოგადად ერთ აი ამ მასში ბევრი კლასი ცოტა ის არის რა, ადამიანებსაც არ არის კომფორტული. მაგას ხო ჯობს რომ თითო ფაილში თითო კლასი იყოს და უცბად ხედავ აქ რომ აგერ არის dog-ი, აგერ არის animal-ი. დავაჭერ ნახავ და ასე შემდეგ. კი, მივხვდი. აბა. ოკეი. იმედი არ გაჭედავს რა. ზოგადად ხა ჩანაწერში ძალიან კარგად იქნება. მაგრამ არ ვიცი რატო ჭედავს, იმიტომ ინტერნეტი კარგი მაქვს, არაფერში არ მიჭედავს ზოგადად და მაინც ლექციებზე მიჭედავს და. კაი, იმედია გასწორდება ეგ. ხო, რაზე ვამბობდი? მე ვამბობდი, როცა ამ პოლიმორფიზმზე ვამბობდი. ანუ პოლიმორფიზმი არის მეთოდებთან კავშირში. ესე იგი, როცა მე მსურს, რომ ერთი მეთოდი მქონდეს რამდენიმე, ანუ სახელი მქონდეს, მაგრამ განსხვავებულ რამეს აკეთებდეს. ანუ, ძალიან მარტივად, animals რომ აქვს speak მეთოდი. სადაც იპრინტება animal-ის speaking. dog class, მაგალითად, speak-ი ხო ცოტა სხვანაირად აქვს. ანუ animal-ზე კი გასაგებია, მე არ ვიცი რა ცხოველია და ვპრინტავ animal-ის speaking. მაგრამ ძაღლი მე ხო ვიცი რომ woof რაღაცას ხო გამოსცემს. ამიტომ მე შემიძლია dogs დავუწერო სხვა ასე თქვა speak მეთოდი, რომელიც გააკეთებს სხვა რამეს. დავუშვათ woof რაღაცა სხვა სიტყვას რა, ან უბრალოდ რომ დავწერო dog is speaking მაგალითად. ეგეც ხო შემიძლია, უფრო კონკრეტული რომ იყოს რა. ხო და ეგ რომ მაქვს, ესე იგი რა გამოდის, რომ speak მეთოდი უნდა იყოს ორგვარი? ერთი, რომელიც animal-ზე ამორგებული ცალკე, მეორე dog-ზე. და აქ შემოდის პოლიმორფიზმის ცნება. ანუ, როცა მე ვაანალიზებ, რომ animals გააჩნია ეს speak მეთოდი და animal-ი მემკვიდრეობით არის dog-თან დაკავშირებული, ესე იგი dog-საც გადაეცემა speak მეთოდი. თუმცა, მე ვამბობ, რომ არ მინდა ეს animal-ის speak მეთოდი და ცალკე მინდა dogs რო ქონდეს ეს speak მეთოდი. ანუ გამოდის, რომ speak მეთოდის ჩაწერა მინდა ოღონდ მეორედ. ანუ, ესეთი რამის დაწერა მინდა. public void speak. და აქ მინდა სხვა რაღაცის დაწერა. მაგალითად, თუ რა ვიცი როგორ არის, როგორც არის რა. ანუ ვიცი, რაღაც. ანუ რა გამოდის ახლა? dogs animal-იდან აქვს speak მეთოდი და ცალკეც უწერია? და მე რო dog-ის speak მეთოდს გავუშვებ, რა გამოიძახება? ეს თუ animal-დან განმოსული? ხო და ძალიან ეს არის საინტერესო კითხვაა. ეხლა აქ speak-თან რომ მე მივედი, მე მეუნება რომ რაღაცა პრობლემა გაქვს შენო, იმიტომ რომ animal-საც აქვსო ეხლა ის speak მეთოდი, ანუ errors არ მიწერს. უბრალოდ რაღაცაად მაფრთხილებს. ნახეთ, თუ ხედავთ აქ ხაზი აქვს რა, ხაზი აქვს გასმული. warning-ია რა, მარტო რო თქვა.
ესე იგი, აჰაიდებსო დოკის speak მეთოდიო, აჰაიდებსო მემკვიდრეობით მოსულ animalis speak მეთოდსო. ანუ რაღაცეთ ფარავსო. ანუ კი ჩემი მიზანი არის რომ დაფარო სინამდვილეში. მაგრამ ასე არა. ანუ ესეთ ჩაწერა არ არის სინტაქსურად გამართლებული რა. ამას თავისი წესი აქვს. და ეს არის დაკავშირებული პოლიმორფიზმთან. ანუ მეთოდების გადატვირთვასთან. ანუ როცა მეთოდი მაქვს, ანუ ერთი მეთოდი მაქვს, მაგრამ რამდენიმე ასე ვთქვათ, რამდენიმე სხვადასხვა რამეებს აკეთებს. ეგეთი მეთოდი. რადგანაც მე მსურს რომ dog class კონდეს საკუთარი speak მეთოდი, ამისთვის animal-ში უნდა დავწერო public virtual. ეს სიტყვა virtual-ი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს animal-ის speak მეთოდი მზად არის, რომ თუ კი dogs მოენდომება შეცვლა ამ speak მეთოდის, მაშინ შეცვალოს და dogs საკუთარი speak მეთოდი ჰქონდეს. ანუ virtual ისეთი ტიპაჟია, რომ ოკეი, ეს speak მეთოდი მე მემკვიდრეობით გადმოგეცემ, ანუ მემკვიდრეობით გაძლევ ამ speak მეთოდს, მაგრამ თუ გინდა შეცვალე. აი ეგეთი ის არის. და როცა მე მინდა შეცვლა, მაშინ ვწერ public override. Public override. ანუ გადაწერა ხდება ამ შემთხვევაში speak მეთოდის. ეხლა მოდი ვნახოთ dog-ი მაქვს და speak მეთოდი გამოვიძახოთ. ახლა დაწერა ის ჩვენი მეთოდი, რაც ჩვენ გვინდოდა, ხო? ანუ ის რეზულტატი მივიღეთ, რაც ჩვენ გვინდოდა. ანუ dog class-მა თავისი speak მეთოდი შექმნა. ჩვენ ასევე, ანუ ჩვენ შეგვიძლია ასევე აქ დავწეროთ ასე ვთქვათ base keyword-ით, base.speak-ით გამოვიძახოთ. base-ი აღნიშნავს მშობელის speak მეთოდს. ანუ არ არის რომ რაღაცნაირად იკარგება. არა, არ იკარგება animal-ის speak მეთოდი. dog-ში არ იკარგება, იმიტომ რომ dogs მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ეგ. ასე რომ base-ი აღნიშნავს მშობელს და base.speak-ი ანუ მშობლის speak მეთოდი გამოვიძახეო. ანუ ეს ახლა dog-ის speak მეთოდია, მაგრამ მე ამასაც ვაკეთებ, მე რაც მინდა და ამავდროულად იმის animal-ის speak მეთოდსაც ვიძახებ. ასე რომ მე რო გავუშვა ახლა ვიღებ wolf-საც და animal-ის speaking-საც. ან ორივე ხდება. ამიტომაც არის override. ან override-ს მე რო წერ, მე ვცვლი ამ speak მეთოდს, მაგრამ ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ მე მეკარგება animal-ის speak მეთოდი. არა, არ მეკარგება. მე შემიძლია base.speak-ით ის animal-ის speak მეთოდი გამოვიძახო. ოღონდ ნახეთ, ამას ქვია method override. სადაც რო დავწერო რა. method override. ეს override method override. მეთოდების გადატვირთვა. ანუ override არის ან როგორ ხდება ჩვენი პროგრამა, რომელი speak მეთოდი უნდა გამოიძახოს. animal-ის თუ dog-ის. ამას ყველაფერს არკვევს პროგრამა გაშვების, როცა გავუშვებ იმ დროს, ანუ runtime-ში. ჩვენ ვიცით, რომ არის ორი time-ი, compile time-ი და runtime-ი. compile time-ი არის ამ წუთას სანამ გავუშვებ იქამდე რო ხდება პროგრამა და runtime-ი არის გაშვების დროს რომ უნდა მიხვდეს, გაშვების დროს რომ არის ასე ვთქვათ პროცესი. ასე რომ ამ გადატვირთვას ხედავს runtime-ში. თუმცა არსებობს სხვანაირი მეთოდის გადატვირთვა, ანუ method override ხო არის, ასევე არსებობს method overloading. method overloading არის
მეთოდის დაწერა, ოღონდ მეთოდის სახელი ერთია, მაგრამ განსხვავებულ რაღაცას აკეთებს. აი მაგალითად. მოდი ავიღოთ ეგეთი რაღაცა. ჩვენ ხო ისმის, რამე კითხვა ხო არ გაქვთ ჯერ. ეგ გადავამოწმო. მაიც ვიღაცამ რომ მითხრას. ხო ისმის ჩემი ხმა კარგად. და რამე კითხვა ხო არ გაქვთ. კი, ისმის. ოკეი, კითხვები არ გაქვთ? ჯერ არა. ოკეი, კარგი. შვენიერი. მეთოდების overloading. ეს overloading რა არის? ანუ მეთოდი მაქვს. უბრალოდ მარტო სახელი აქვს ერთი და იგივე. ანუ მე შემიძლია რამდენიმე მეთოდი შევქმნა, მეთოდის სახელი ერთი და იგივე იყოს, მაგრამ სხვადასხვა რამე შვებოდეს. აი მაგალითად. მოდი შევქმნათ ესეთი კლასი კალკულატორი. არ ვიცი რა შემჭირდება, მაგრამ კალკულატორი, მაგალითად ის კარგია. კალკულატორი. და მინდოდეს მაგალითად ორი რიცხვის ჯამი. ამის მეთოდის შექმნა. დავუშვათ წერდი რომ public int-ს უნდა აბრუნებდეს ალბათ ხო? 3, ანუ ჯამი. იღებდეს ორ პარამეტრს x და y-ს და აბრუნებდეს x + y-ს. აი ეს. სამ მეთოდი მაქვს, რომელიც ორი რიცხვის ჯამს შვება. კაი. კარგი. და რა ვიცი, სამი რიცხვის ჯამი რომ მინდოდეს? სამი რიცხვის ჯამი რომ მინდოდეს ხო მინდა ეგეთი მეთოდიც. რატომ არ შემიძლია რომ დავწერო public int 3 უბრალოდ პარამეტრად გქონდეს სამი ცალი int x-ი, int y-ი და int დავშვათ z-ი დავარქვათ. რომელიც აბრუნებდეს x + y + z-ს. ამ შემთხვევაში რა ხდება? ორი მეთოდი მაქვს, ორივე int-ს აბრუნებს, ორივეს პარამეტრი აქვს, ნუ ორივე აქ არის ორი პარამეტრი, აქ არის სამი პარამეტრი. სახელი აქვს ორივეს ერთ და იგივე. ნუ სიმპლში სამ მეთოდი არის ეხა ამ შემთხვევაში ორი. პირველი ეს არის, მეორე ეს არის. მეწაწყვეტით, მე შემიძლია საერთოდ სხვა ტიპი დავაბრუნო. მაგალითად public double 3 რომელიც იღებდეს double ტიპის მონაცემს. და აჯამებდეს. ამ შემთხვევაშიც ხო ესეც სამია. აქაც ნახეთ თუ დააკვირდებით. აქაც ორი პარამეტრია, აქაც ორი პარამეტრია. მაგრამ განსხვავება ნახეთ რა არის? ეს double-ს აბრუნებს, ეს int-ს აბრუნებს. მეთოდი არის ზუსტად, ანუ ორივეს, ანუ ერთი და იგივე მეთოდის დაწერა მაშინ, ანუ ერთი და იგივე მეთოდი მაშინ არის, როცა პარამეტრების რაოდენობაც ემთხვევა. პარამეტრებში არსებული ტიპებიც ემთხვევა. ანუ ორივე int უნდა იყოს მაგალითად. ანუ მე რო ეხა ეს დავაკოპირო ზუსტად. აი ეს ორივე არის, ეხა ერთი და იგივე. მაგრამ მე თუ აქ double-ს დავაბრუნებ, მაშინ სულად სხვა ის იქნება. საერთოდ სხვა მონაცემი იქნება. ხო? ანუ ნახეთ, თავარი არის ის რომ ერთი და იგივე არ იყოს, ანუ რაღაცა მაინც უნდა ქონდეს განსხვავება. ან დაბრუნების ტიპი, ან ასე ვთქვათ, სხვა პარამეტრები უნდა იყოს. ერთი მაინც. ამ შემთხვევაში მაგალითად ეს double x double y მაქვს და აი ამასთან განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნუ რა თქმა უნდა პარამეტრების ტიპები სხვა არის და ასე ვთქვათ დაბრუნების ტიპი სხვა არის. მე შემიძლია რა დავწერო? მაგალითად ეს მქონდეს int-ს აბრუნებს, ეს იყოს double. მე მგონი ესეც შემიძლია. ხო. და აქ გავაკეთო სხვა რაღაცეები. დავუშვათ.
ეს y გადავიყვანო int-ში და მე მივუმატო მაგალითად. დავუშვათ x plus უცბად რო convert-ი გამოვიყენო რა. convert to int 32 და აქ რო დავწერო y. ხო? ანუ რა განსხვავება ახლა ამ ორ მეთოდს შორის? აქაც int-ი ბრუნდება, აქაც int-ი ბრუნდება, მაგრამ პარამეტრია სხვა აქ. ხო? ანუ თვითონ მეთოდის გადატვირთვა, მეთოდების overloading-ია ეს, როცა მე მაქვს ერთი მეთოდი, რამდენიმე მეთოდი მაქვს, ერთი, ასე ვთქვათ, სახელით. ერთი სახელით. და თვითონ როგორ ხდება რომელი გამოიძახოს? როგორ ხდება და რასაც მე გადავცემ. ანუ მაგალითად ეხა მე რო აქ ისეთე ხო public-ი მაქვს აქ. კი, ყველა public-ი მაქვს. მე რო ეხა აქ დავწერო კალკულატორ ტიპი, ხო, რომ იცოდეთ, კალკულატორის ტიპის დაწერა აქ არ უნდა, ნახეთ. მე რო აქ ის დავწერო, მე მგონი მაინც public-ად იგულისხმება. ნახეთ, მაინც public-ად იგულისხმება. ანუ კლასი ავტომატურად public-ad იგულისხმება. მაგრამ მე რომ მეთოდს არ დავუწერო, რაღაც თვითონ private-ია თუ public-ი, ან სხვა რაღაცა, მაშინ ეს პრივატულად გულისხმობს. ანუ ამას შორის განსხვავება ეგ არის რა. კლასი ავტომატურად public-ი. თუ შენ არ დაწერე ხარ private-ს აქ. კალკულატორის ობიექტი შევქმნათ. new calculator და გამოვიძახოთ სამ მეთოდი. ეხლა რამდენი სამ მეთოდია? ძალიან ბევრი, ხო? აქ მეუბნება სულ 4 მეთოდიაო. ერთი რომელიც ორ დაბლს იღებსო, მეორე რომელიც int-ს იღებს მეორე დაბლსო, მესამე რომელიც ორივე int-ს იღებსო, მეოთხე რომელიც საერთოდ 3-ს იღებსო. ხო? ეხლა მაგალითად მე რო დავწერო 2 და 3. ეს არის რომელს გამოიძახებს? ეს გამოიძახებს, რა თქმა უნდა, აი ამას, ხო? იმიტომ რომ 2 int ტიპი გავაყოლე. მე რო ეხა აქ თან გავუშვათ. ეს ხო აბრუნებს რეზულტატს. მოდით თან შევინახოთ სვაჩში. და ეს სვალი დავუკვოთ. ესენი დავუკომენტაროთ. Nice. აჰა, მივიღე 5-იან. თან რო აი რო დავწუნდე, ხა აქ ყველაფერი ჯამს აკეთებს, მაგრამ მოდი დავწუნდეთ. აი მოდი აქ დავპრინტოთ A. აქ დავპრინტოთ B. აქ დავპრინტოთ C. ой, სად ვაკეთებ კონსოლს? return-ამდე უნდა დავწერო, იმიტომ რომ return-ის მე ხო აღარ კითხულობს. ასე რომ, აი აქ დავწეროთ C და აქ დავწეროთ D. ანუ მაგით მივხვდები სად შემოვიდა. რომელ მეთოდში. აბა გავუშვათ ახლა. A. რა თქმა უნდა A, იმიტომ რომ აი ამ მეთოდში შევიდა. ანუ უყურებს ის ასე ვთქვათ, მეთოდის ანუ მე რასაც ვატან ინფორმაციას მაგაც ტიპს. ეხლა ეს ორივე int-ია. ამიტომაც int რო გავაყოლე, ორივე რა თქმა უნდა, აი ეს მეთოდი დაინახა. მე რო ხა აქ დაბლი გამაყოლებინო, მაგალითად დამეწერა აქ 3.0. ეს ხო დაბლია. ანუ გამოიძახება ამ შემთხვევაში B. ხო? მაგალითად, ну 3-ს თუ გავაყოლებ, რა თქმა უნდა, C დაიპრინტება. და ნუ ორივე დაბლს თუ გავაყოლებ, 2.0 თუ იქნება ახლა აქ. აჰა. ხო, ახლა აქ რაზე აქვს პრობლემა ნახე? ეს მეთოდი არსებობს 3, მაგრამ უკვე ცუდ ტიპში ვინახავ. იმიტომ რომ ეს 3 ახლა აბრუნებს double ტიპს. მონაცემს აბრუნებს double-ს, ნახეთ? აქ მიწერია double. და რადგან double მიწერია, აქ int-ია უკვე არ მჭირდება, მაშინ აქ double მჭირდება. ხო მიხდით? და ნუ ამ შემთხვევაში გამოიძახება აი ის მეთოდი. D და მაინც 5 მივიღე, ხო? ანუ ეს არის მეთოდების overloading. და ეს overloading არის compile time-ში. ან პროგრამა ამას არჩევს compile time-ში.
იმიტომ რომ მე როცა აქ ვაძლევ ინფორმაციას, იგი იმ წამს ხვდება, რომ ეს არის W, ეს არის W, ესე იგი რომელი მეთოდი უნდა აქ რომელი მეთოდები მაქვს? W მაქვს, სადღაც, ესე იგი ეგ არის. ასე რომ, ასე ვთქვათ, აი ეს არის ზოგადად მეთოდების overloading-ი და მეთოდების overriding-ი არის წენა რაც ვახსენე. როცა virtuals და overrides გამოვიყენებ. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ virtual-ი მჭირდება, რომ მე override-ი გავაკეთო. ანუ იქ თუ virtuals არ დავწერ, აქ overrides ვერ დავწერ. ანუ ორივე უნდა დავწერო აუცილებლად. აბა აქ თუ არის რამე კითხვა? მე მაინტერესებს ერთი რაღაც, ანუ თუ არ ვიცით, შეცვლა დაგჭირდება თუ არა წინასწარ, აი მაგალითად speak-ის რა ამ შემთხვევაში. ანუ ყოველ შემთხვევაში მაინც უნდა დავწეროთ virtual და override თუ როცა გვინდება შეცვლა მერე ჩავასწოროთ როგორც თქვენ გააკეთეთ. ნახე, მე ანუ virtual-ი არაფერს არ ანუ virtual-ი როგორ ის არის, ცი? არაფერი არ მიდის. ანუ ჩემი არაფერი არ მიდის რა. მე virtual-ს წერ და თუ ვიღაცას დაჭირდება, მაშინ override-ს გამოიყენებს ის. მიხვდი? ანუ virtual-ს როცა მე ვწერ, თუ კი ეს მეთოდი არ არის, მაინც animal-ის მეთოდი იძახება. მიხვდით? ასე რომ virtual-ს მე ვწერ რა ის აქვს, ხო, რომ ანუ თუ ვიღაცას მოინდომება შეცვლა, მაშინ შეიძლება. override-ის საშუალებით. ანუ უმჯობესია რომ ნებისმიერ მეთოდს რასაც დავწერ, ის virtual-ი დავწეროთ, ხო? ხო, მაინც virtual-ი დავწეროთ. უბრალოდ აი იმასაც გააჩნია დავალება რა გაქვს რა. ანუ შენ თუ არ გაქვს ისეთი კლასი, სადაც მემკვიდრეობითობა ხდება, ანუ მანდ ისედაც ისაც ვერ გამოიყენებ ის virtual-ის იდეაში, მაგრამ ну, რავი, მაინც მე ვწერ ხოლმე რა virtual-ს. ეხლა ეგ ისეთი კითხვაა, რომ აი მაინც პრაქტიკაში ხვდები მაგას რა. იმიტომ რომ თუ მაინც რაღაცა შესაძლებელია, უცბად ცვლი. ანუ არ არის ისეთი რაღაც პრობლემა. უცბად დაწერა virtual-ს იქ და უცბად დაწერა override-ს. ეგ პრობლემა არ არის ზოგადად. მაგრამ თუ რამე virtual-იც არ არის ურიკო პირდაპირ რომ დაწერო. კაი, მივხვდი, მადლობა. ოკეი. სხვა კითხვები ხო არ არის რამე? კაი. მაშინ გავაგრძელოთ. ეს არის პოლიმორფიზმი. აი ეს ჩვენი თემა. რა არის ენკაპსულაცია? ენკაპსულაცია არაფერი ახალი არ არის, ჩვენ იგივეს ვაკეთებდით წინა ლექციებში, უბრალოდ არ გითხარით, რომ იყო ენკაპსულაცია. ენკაპსულაცია არის გეთერის ეთერის თემა. როცა მე მინდა რომ რაღაცა პრივატულად იყოს, რაღაცა public იყოს, იქ გეთის გეთერის ეთერი გამოვიყენო, წვდომის მოდიფიკატორები, მაგალითად ამ დოკში რომ მე animals, მაგალითად მე რომ მქონდეს აქ ეს რომ პრივატულად იყოს და მე რომ მქონდეს ages property. სადაც დავწერ რას ხო? sets დავწერ და gets ხო? geti და set-ი ხო? აი ეს. get-ში დავწერ რომ დაბრუნდეს age-ი, ჩვეულებრივად არაფერი ისეთი, return age და set-ში ვაკეთებ ვალიდაციას, ხო ეგრეა? თუ კი ეს ჩვენი value არის მეტი 0-ზე, მაშინ შეიცვალოს, ხო? ანუ რატო ვაკეთებ ამას? იმიტომ ვაკეთებ, რომ უარყოფითი ასაკი რომ ვიღაცამ არ ჩამიზეროს. ეს წინა ლექციებში განხილული გვაქვს. და ასე რომ ვთქვათ, უკვე ეს რაც დავწერე უკვე, ეს უკვე ენკაპსულაციის შემთხვევაა. როცა მე ვფიქრობ იმაზე, რომ შესაძლოა რაღაცა მე თავიდან ვიწყებ რაღაცა არასწორი ინფორმაციის შეყვანას, მე ამას ვაკეთებ პრივატულად და მე property-ის საშუალებით ვაკეთებ ვალიდაციას.
აქაც ვცვლი რა თქმა უნდა. იცვლი, ოღონ აქ this დავწერ უკვე. This-იც გაგახსენებთ, რომ იმისთვის არის, რომ მივანიშნო პროგრამა, რომ ამ age-ზე კი არ მაქვს საუბარი, ამ age-ზე მაქვს. ანუ ეს age ამ age-ზე მიმართოს აი ეს. ეგ არის ჩვენი ენკაფსულაცია. არაფერი ისეთი. წინა ლექციებშიც განხილული გვაქვს ძალიან კარგად. ხო. და მოდი ჯერ სტატიკურობა ავხსნათ. და შემდეგი ლექცია იყოს აბსტრაქცია და ინტერფეისები. იმიტომ რომ ეს აბსტრაქცია და ინტერფეისები ბმაშია ერთმანეთთან ძალიან საინტერესოა. მოდი მაგას დავწეროთ ინტერფეისი. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ხშირად იყენებენ აბსტრაქციას, ძირითადად ინტერფეისი იყენებენ. ორივე თითქმის ერთ იგივე ამას აკეთებს. და ასე ვთქვათ, მაგას მე ავხსნე შემდეგ ლექციაში. მაგრამ მოდი სტატიკურობაზე მივიდეთ დღეს და სტატიკურობით დავასრულოთ. რა არის სტატიკურობა? სტატიკურობა არის ისეთი რამ, როცა მე არ მჭირდება ობიექტის შექმნა. რას გულისხმობ? მაგალითად, აქ კალკულატორში მაქვს 3 მეთოდი. მე ამ 3 მეთოდზე წვდომა რომ მქონდეს, რომ გამოვიძახო ეს 3 მეთოდი პროგრამ C-ში. მე მიწევს, რომ ამ კალკულატორის ობიექტი შევქმნა და ამის მერე წვდომა მქონდეს ამ მეთოდზე, ხო? როგორ ვაკეთებ მე? მე ვაკეთებ, რომ ჯერ ვქმნი ამ ობიექტს, კალკულატორის ობიექტს და მერე კალკულატორი ამ სხვაზე ხო მაქვს წვდომა და მერე წერტილის საშუალებით, ამ 3 მეთოდზე მივდივარ და ჩემ სასრულო რაღაცას ვაკეთებ, ხო? სტატიკურობა არის ისეთი რაღაცა, როცა მე არ მჭირდება ობიექტის შექმნა. რაღაცა კოდს ვწერ, რომლის მოვალეობაც არის ის, რომ უბრალოდ რაღაცა მეთოდები მაქვს და საერთოდ არ მინდა იმის ობიექტის შექმნა. ძალიან კარგი მაგალითი არის math კლასი. ჩვენ რომ ნახოთ ეხლა math კლასი, ჩვენ როგორ ვიყენებთ math კლასს? ხო გამოგიყენებიათ math წერტილი რა ვიცი, აქ ბევრი რამეა, ხო? mini ხო გამოგიყენებია? mini max-იც ხო გამოგიყენებია? მოდი დავუშვათ math.mini, აი ორ რიცხვს შორის ყველაზე უმცირესი დავუშვათ 2 და 9. ამ 2 და 9 შორის რომელი არის ყველაზე მცირე? ამას დაგვიწერს, ხო? 2-იანი დაგვიწერა. min მეთოდი რა არის? min ხო ჩვეულებრივი მეთოდია. math-ი რა არის? ნახეთ მივიდეთ math-თან. კლასიო. თუ კლასია, ესე იგი კლასს აქვს ეს min მეთოდი. და მე პირდაპირ მაქვს წვდომა ხო ამ min მეთოდზე, მე ხო აქ არ ვწერ რომ math კლასის ობიექტი შეიქმნას თქო? უდრის new math, ესეთ რაღაცას ხო არ ვწერ? არ ვწერ ხო ეგეთ რაღაცას? მე პირდაპირ წერ math, თვითონ კლასის სახელს, წერტილი და მე იმ მეთოდს რაც მე მინდა. კარგად, მოდი შევიხედოთ კარგად math კლასში და დავარკვიოთ რა არის ეს ჩვენი math კლასი. დავაჭიროთ აქ. math-ი არის სტატიკური კლასი. სტატიკური კლასი არის ისეთი კლასი, რომელშიც ყველა მეთოდი არის სტატიკური და ამას არ სჭირდება ობიექტის შექმნა. მას აქვს მხოლოდ რაღაცა მეთოდები და მორჩა. ამ მეთოდებს ვიყენებ, როცა გამიხარდება. ნახეთ, რაღაცა მომენტებში მე შემიძლია მქონდეს სტატიკური კლასი, რაღაც მომენტში შემიძლია მქონდეს არასტატიკური. არასტატიკური არის, რასაც მე აქამდე ვაკეთებ. ჩვეულებრივად სტატიკურობას რო ავწერ და ობიექტს რო ვქნი. მაგალითად, persons როცა ვწერ მე, persons class და რო გააჩნია მაგას სახელი, რომ გააჩნია ასაკი, რომ გააჩნია რაღაცა. მანდ მე ობიექტი მჭირდება. იმიტომ რომ რეალური ადამიანი უნდა შევქნა, რეალურად მივანიჭო მას რაღაცა ინფორმაცია და ასე შემდეგ. და სტატიკური კლასი არის ისეთი კლასი, რომელსაც ვაფშე არ აქვს რაღაცა ისინი სახელები და რაღაცები, მას აქვს მხოლოდ რაღაცა მეთოდები სტატიკური და ეს სტატიკური მეთოდიც იმიტომ არის, რომ მნიშვნელოვანია.
მაგალითად, მათემატიკური კლასს აქვს ეს მეთოდები, ანუ სისტემაში არის ეს ჩაწერილი, ჩაშენებულია და აგერ რაღაცა ძალიან ბევრი მეთოდია, ხო? რა დადებს, ძალიან ბევრი მეთოდია. მე მგონი აქ ზოგიც არ არის, ანუ უფრო მეტი უნდა იყოს ეს დარიგით. ხო? ანუ სტატიკური კლასი არის ისეთი კლასი, რომლის ობიექტი ვერ შეიქმნება. მისი დანიშნულება, ამ კლასის დანიშნულება მხოლოდ ის არის, რომ მისი მეთოდები გამოვიყენოთ. ამისთვის მაგალითად კალკულატორის კლასი არის მაგისთვის იდეალური, რა. ეხლა ეს სამ მეთოდები რომ აქვს, ხოლმე? ეს სამ მეთოდები ხო უბრალოდ ამის გამოძახება მინდა მე, ხო? იქ არაფერი ინფორმაციები, არანაირი ობიექტთან ხსავთ, არ მინდა არაფერი, ხო? მე მინდა მარტო მეთოდების გამოძახება იმ პროგრამ C-ში, რომ ორი რიცხვი დააჯამოს, სამი რიცხვი დააჯამოს, ხო? ამიტომაც მე შემიძლია აქ დავწერო ეს თქვა სტატიკური კლასი. სტატიკური კლასი რომ არის, თუ კი კლასი სტატიკურია, ეს ნიშნავს, რომ ყველა მეთოდი სტატიკურია, აბსოლუტურად. ამიტომაც აქაც სტატიკს მივწერ. ყველას მივწერ ახლა სტატიკს. აქაც დავწერ. ეს. ანუ სტატიკური კლასი მაქვს, სადაც მოთავსებულია სტატიკური მეთოდები. მე რო ეხლა მინდოდეს, სულ რო ძალიან მინდოდეს, ამ კალკულატორის ობიექტს მე ვერ შევქმნი. ძალიან მარტივად, მოდი ამას წავშლი, ან დავაკომენტარებ, არ ვიცი. ამჯერდება უკვე. მე რო ეხლა დავწერო კალკულატორ 1 უდრის new calculators უკვე ერორია. ერორი არის იმიტომ, რომ cannot create an instance of the static class calculator. კალკულატორის instance ვერ შექმნი. Instance იგივე ობიექტი. ობიექტს ვეძახი მე. ხო? ანუ რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ სტატიკურ კლასს მე თუ შევქმნი, მის ობიექტს ვერ შევქმნი. მაგრამ მასზე წვდომა როგორ უნდა მქონდეს? ანუ იქნება ამათ მეთოდებზე მითხრა წვდომა, ხო? როგორც math კლასს აქვს, ნახეთ, წერტილით რო იწერება. იგივენაირად, ნახეთ, კალკულატორ, წერტილი და აგერ ჩემი სამ მეთოდი. აქ ორი რო არის, ანუ არ არის ორი, ერთი უბრალოდ ორჯერ წერია რატომაც. ნუ ეს იწერება რა. აგერ კალკულატორ წერტილი 3. მოდი დავპრინტოთ საერთოდ ეს. ან თუნდაც სვლადში შევინახოთ. int result უდრის კალკულატორ წერტილი 3 და ჩავწეროთ 2 და 8. და მერე დავპრინტოთ ეს რეზულტატი. გავუშვათ. დავიწერა 10. ანუ იმუშავა, ხო? ანუ იმუშავა როგორ? ეს კალკულატორ კლასი მაქვს სტატიკური, ანუ მე პრეტენზია არ მაქვს ობიექტთან, საერთოდ არ მინდა ეს ობიექტები. მე მინდა მარტო აქ მეწეროს მეთოდები და მე ამ მეთოდებს ვიყენებდე პროგრამაში. ანუ სტატიკური კლასი არის ძირითადად სტატიკურ კლასში ისეთი კლასია, სადაც მხოლოდ რაღაცა ინფორმაციები, რაღაცა კონკრეტული მოქმედებები კეთდება და იმ მოქმედებების იმ ფუნქციონალის გამოძახება მინდა. ანუ აქ არ არის კავშირი რეალურ ობიექტთან, რომელსაც მე ვაკეთებ ამ შემთხვევაში დავუშვათ რაღაცა animal-ის, dog-ის, person-ის. ეს არის უბრალოდ მეთოდები, რომელშიც ასე ვთქვათ, რომელიც იძახება. და ეს math კლასი შემდგომში სტატიკური კლასია, რომელსაც ეს მინი მეთოდი აქვს, ეგეც სტატიკური. ანუ math.mis როდის ვიყენებ, როცა მინდა ორი რიცხვის შორის მინიმალური ვიპოვო. ანუ უბრალოდ რაღაცა მეთოდები მაქვს რა, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. აი თუ რაღაცნაირად რომ დააკვირდეთ სტატიკს როცა მე ვწერ, მეუბნება რომ ყველა უნდა იყოს სავალდებულო. ნუ ეგეთი წესია. როცა მე აქ სტატიკს ვწერ, აქაც ყველა უნდა იყოს სტატიკური. თუმცა არსებობს სტატიკური მეთოდი, რომელიც არაფერი კავშირი არ არის სტატიკურ კლასთან. ანუ შეიძლება მეთოდი მქონდეს სტატიკური, მაგრამ თვითონ კლასი არ იყოს სტატიკური. ძალიან მარტივად, მაგალითად doc-ში ეს pick მეთოდი, არა, ეს pick მეთოდი იყოს. რას ვერჩი დავუშვათ, მქონდეს public
static აი რაღაცას პრინტავდეს რა void print რომელიც პრინტავდეს hello algouni მაგალითად აი ეს მეთოდი მაქვს სტატიკური მაგრამ თვითონ კლასი არ მაქვს სტატიკური ეხლა რო დააკვირდეთ ეხლა მე აქ static აქ რო დავწერო არ არის პრობლემა არ აქვს ტესტერით არც უნდა იყოს error იმიტომ რომ გადალაგებას აქ მნიშვნელობა არ აქვს მთავარია რომ ბოლოში იყოს ტიპი რა ტიპიც არის რა რა ტიპსაც აგვინებს და ამის გამოძახება როგორ ხდება ნახეთ ამის გამოძახების დროს ამ print მეთოდს როგორ ვიძახებ ან ეს არ გულისხმობს იმას რომ dog-ის ობიექტი არ შეიქმნება dog-ის ობიექტი ჩვეულებრივად მაგრამ თვითონ ამ print მეთოდზე მეწოდომა მექნება ობიექტის გარეშე. ანუ კი შემიძლია ეხლა აქ რო დავწერო dog-ის ობიექტი new dog და დავწეროთ აქ ის ჯეკა 2 წლის და female იყოს ესე მაგრამ ეს არის ანუ ეს ობიექტი ჩვეულებრივად შეიქმნება მაგრამ მარტივად რო თქვა ეს print მეთოდი არავის არ აწუხებს ანუ მეთოდი გვაქვს რომელსაც ვიძახებ რომელიც შემიძლია გამოვიძახო ამის გარეშეც მოდით ჯერ გავტესტოთ ამიანად როგორ არის დავუშვათ dog1 წერტილი dog1 წერტილი და რომ მივიდეთ ეხლა აქ print-ი არ აქვს ნახეთ print-ი არ აქვს print-ი არ აქვს იმიტომ რომ თვითონ აი ეს print-ი მოიცა აქ print რო დავწერო ხო არ არის ხო იმიტომ რომ თვითონ ეს print-ი არის არა ობიექტთან კავშირში არამედ კლასთან კავშირში ამ dog კლასთან იმიტომ რომ ეს ანუ თუ კი ეს print-ი იქნებოდა ობიექტთან კავშირში მაშინ სტატიკური არ იქნებოდა მაშინ ჩვეულებრივი იქნებოდა და ამიტომაც ეს წვდომა არ მაქვს ამაზე მაგრამ მე თუ მინდა აი ამაზე ამ print-ზე წვდომა მქონდეს მაშინ ამის გარეშე პირდაპირ dog წერტილი print აი ეს dog წერტილი print და ახლა რო გავუშვე ხა ჯერ გავუშვათ დაგვიბრუნდება hello algouni აი ეს ანუ გამოდის რომ არსებობს სტატიკურობა არის ორი რამ გავითვალისწინოთ არსებობს სტატიკური კლასი და არსებობს სტატიკური მეთოდი სტატიკური კლასი არის ისეთი კლასი რომლის ობიექტი ვერ შეიქმნება და მანდ ყველა უნდა იყოს სტატიკური მეთოდები ყველა საერთოდ ყველა და თუ კი და სტატიკურ მეთოდს რაც შეეხება ეს შემიძლია მქონდეს ჩვეულებრივ კლასში უბრალოდ მას წვდომა მექნება პირდაპირ კლასს წერ და წერტილი და print ანუ ამით ჩვეულებრივად dog-ის ობიექტიც შეიქმნება და პირდაპირ რაც შემიძლია რა ანუ ეს არ გულისხმობს ახლა იმას რომ მე აქ ვერ დავწერ აი ამას დავწერ ჩვეულებრივად და მაგაცას დავპრინტავ კიდევაც dog1 წერტილი names დავპრინტავ gender-ს დავპრინტავ ასე შემდეგ ყველაფერს დავპრინტავ მაგრამ print-ი თუ მინდა მაშინ dog წერტილი print მაგრამ ეს ორი ერთმანეთს არ უშლის ხელს არანაირად ისე არ ჩათვალოთ რომ თუ ამას ვიყენებ ეს არ უნდა გამოვიყენო და თუ ამას ვიყენებ ეს არ უნდა გამოვიყენო აი ეს არა ეგრე არ არის ხო ცოტა კიდევ ვიფიქრო ხო აბა რამე კითხვა თუ არის ამასთან დაკავშირებით მაშინ მოვხედო ჩემთვის გასაგებია ოკეი კარგი მოჭადე ერთად ოკეი შვენიერი აი კითხვა მაქვს ესეთი შემიძლია თუ არა ამ სტატიკურ კლასში
ჩემი ფილდების დაწერა. ან მოიცა, ჯერ ესეთ კითხვას დავსვა. შემიძლია თუ არა სტატიკურ კლასში კონდეს კონსტრუქტორი. აბა თქვენი აზრი მაინტერესებს. წესით არა, ხო? რატო არა? ანუ იმიტომ რომ სტატიკი გვაქვს შექმნილი და სტატიკი ვერ იქნება. რატო ვერ იქნება? ანუ რატო ვერ იქნება? ეგ მინდა რომ მითხრა. ანუ რო ვერ იქნება კი? ანუ ობიექტი არ იქნება და მაგიტო. სწორი. მაიცა გადავამოწმოთ. აი, პირდაპირ. კონსტრუქტორი დავწერა თუ არა, ეგრევე ამომიგდო ერორი. Static class cannot have instance constructor. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მეთოდი თუ კი ობიექტის შექმნისთანავე იძახება, რანაირი ის ყოფილა, მაშინ სტატიკურობა, ანუ ობიექტი თუ იძახება, ესე იგი არ ყოფილა სტატიკური, ხო? ესე იგი ეს კონსტრუქტორია, ეწინააღმდეგება სტატიკურ კლასს. შემიძლია თუ არა რომ property unfilled მქონდეს სტატიკურში. აუ, field-ი რა არის? აღარ მახსოვს. Field-ი ჩვეულებრივ სხვა შეძახით აქ. აი დავუშვათ ეს რაღაცას რო ვწერთ, public string name დავუშვათ. ოკეი. Field-ს ვეძახით ამას რა. აი field name-თან რომ იტანო field-ს წერს. ნუ მეც სულაც ვეძახი ეს, მაგრამ ნუ field-იო რა. და რადგან ერორია, ალბათ არ შეიძლება. Cannot declare instance members in a static class. ხო, ნუ აქ ერორიაო და რაღაც, მაგრამ მე რო აქ static დავწერო. ხედავ? თვითონ კონკრეტულად field-ის დაწერა, ან თუნდაც property-ის დაწერა, შემიძლია, უბრალოდ ისიც სტატიკური უნდა იყოს აუცილებლად. აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ წამოგიდგინოთ. ჩვენ ვიცით მათემატიკაში პირ რიცხვი, ხო? ნუ ვიც ცოტა ის არის. აქ ხა ძალიან მათემატიკაში არ შევდივარ. უბრალოდ აი math.p, ხო არის? ის p. მოდი აბა შევიდეთ ამაში. p. იმედია დამაწერინებს. მიცადე p შევიდე. ნახეთ? ამას არ უწერია, ეგ შეიძლება ჩაშენებული რომ არ ჭირდება. მაგრამ შემთხვევაში სტატიკურია. და ეს კონსტანტა არის, მე ამასაც მინდა რომ მიხსნა. კონსტი არის ისეთი ტიპი. ანუ დაბლი აუცილებლად ჭირდება დავუშვათ, მაგრამ კონს როცა ვწერ ეს ნიშნავს რომ ეს არასდროს არ შეიცვლება. ანუ ერთხელ იქნება და მორჩა. ანუ როცა კონს მივაწერ სადღაც სვაც, ეს ნიშნავს იმას რომ ერთხელ შეიქმნა და ვსო, მეტჯერ აღარ შეიცვლება ეს ჩვენი სვადი. და აგერ ჩვენი პირ რიცხვია, აი ესე არის დაწერილი აქ. სამდვიში ესეც სტატიკურია, ეს p. და როგორ ვიყენებ ამას, ხო? აი როგორც math.p ხა მაგ გამოყენებული. ისევე აი აქ doc-ში ხა. მეცა doc-ში არა, კალკულატორში ხომ მქონდა? აი ეს name რომ აქვს, ხო? რომელიც უდრის გიორგის. ამ name-ის გამოყენება მე შემიძლია პირდაპირ წესით და რიგით აი ესე. calculator წერტილი name. ანუ ამას მაშინ გამოვიყენებ, როცა რაღაცა ერთი ინფორმაცია, რომელიც სვატში მინდა რომ მოვათავსო და რაღაცა ინფორმაცია, ტექსტი, ან რიცხვი, ან თუნდაც ეგ ამ შემთხვევაში პირ რიცხვი იყო, ხო? და ეგ მაგას სტატიკურობაში ვსვავ და მე უცბად გამოვიყენებ. აი როგორც math.p-ს რო ვიყენებ, ხო? მე math-ის კლასს საერთოდ, ან მაგის ობიექტს საერთოდ არ ვქმნი, უბრალოდ ვიყენებ p-ს, ხო? გასაგებია? დიახ. ჩვენი. ძალიან კარგი. ესე იგი დღეს რაზე ვისაუბრე? მემკვიდრეობითობა კიდევ ერთხელ ახსენი, პოლიმორფიზმი, ენკაპსულაცია და სტატიკურობა. შემდეგ ლექციაში გავიდით აბსტრაქციას, ინტერფეისს,
და ამავდროულად მივუბრუნდებით პოლიმორფიზმს რაღაც მომენტებში. და კარგად ამოვუწურავთ, ასე ვთქვათ, ობიექტზე ორიენტირებულ დაპროგრამებას. ლექციების კუთხით რა. ანუ ხუთშაბათსაც იქნება თეორიული ლექცია, იმიტომ რომ ცოტა ის არის დიდი მასალაა რა და ამის გააზრებაა მთავარი. კარგად, აბა რამე კითხვა თუ არის დისკორდში მოვალ ახლა აქ. ანუ ესე იგი რა მაინტერესებს, როდესაც ჩვენ კლასს ვქმნით აი სიტყვაზე animal რო გვაქვს და ანუ მემკვიდრეობით შვილი ესე რო ვთქვათ ბრჭყალებში რო ყავს დოგი და რაღაცა პარამეტრები რო აქვს ეს იქნება სახელი, ასაკი, ჯიში ან რამე და როდესაც ცალკე ვწერთ იმ შვილობი, ეგრეთ წოდებულ შვილობილ კლასს ავტომატურად მიხვდათ იმისა, რომ ანუ inherited არის, მაინც დაწერა მოგვიწევს, ესე იგი იმისი, ხო, რომ შევახსენოთ რეები მივიდა ბრჭყალებში მშობლისგან ის მემკვიდრეობით. ანუ ის base სიტყვაზე ხომ იყო base ერთ-ერთი მეთოდი, რომ დაგვეჭირა ის პარამეტრები. თუ სწორად მივხვდი. ეგ მარტო კონსტრუქტორთან არის. ანუ ოკეი. ეგ მარტო კონსტრუქტორთან არის. კონსტრუქტორზე მჭირდება რომ base-ი დაუწერო. სინამდვილეში აი აქ ერთ-ერთ animals რო წერ, უკვე ესენი იგულისხმება. აი ესენი ავტომატურად მოდის. ხედავს. მარტო კონსტრუქტორზეა ეგ. ანუ ესე იგი მარტო კონსტრუქტორს უნდა შეხსენებას ავით, რომ აი ეს რაღაცა მემკვიდრეობითი გაქვს. ოკეი. გაჩა. აბა სხვა კითხვები მაინტერესებს? თუ არის რამე? მე მგონი საინტერესო ლექცია მოგვივიდა. შევხედოთ. აი, გეგა დუმს, საბა დუმს, რატი დუმს. ლიზაც დუმს. ყველა დუმს. საბა წერს. კარგი. აი, მაშინ დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი ლექცია, თუ კი ყველაფერი გასაგები იყო. და შევხვდებით ხუთშაბათს, ჩვეულებრივ 8 საათზე და იქ განვიხილოთ ხომ არა ზოგჯერ არ არის დუმილთა ხოვის ნიშანი. შეიძლება ერიდებოდეს კითხვის დასმა. ან ხო რაღაც შეიძლება იყოს რა. კაი, მაშინ დავასრულოთ. მე არ მივიდა. ხო, ლიზა, მე ვიცი რომ არ გერიდები შენ, მაგრამ ზოგჯერ რა. კაი, დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი ლექცია. საინტერესო იყო. ძალიან და შევხვდებით ხუთშაბათს, საღამოს 8 საათს. აბა დროებით. დროებით. დროებით.